პოეზია სასაფლაოზე. ეს სულ არაა საშიში, როცა პოეზია კვდება. მან ეს ბევრად ადრე ჩაიდინა, ვიდრე ის კაცი გაამხელდა პოეზიამ, რომელიც მოკვდა. მანამდე წიგნის ყდას მტვერი მრავლად დასდებოდა, თუმცა კი ზედა თაროზე, მაგრამ მაინც მრავლად. მომკვდარიყო, მეტად უადრეს. ის გაეკრიფა გულზე ფერადი ხმელი ფოთლები და მოლოდინში რამე ფარული განსასვენებლის მარადიულ უძრაობად ექცია ყოფნა. ის იყო წამი. როცა კაცმა წამო იძახა, პოეზია მოკვდა, გესმით და ვიდრე ახლოს მოზიარე მთელი ქალაქი ჭირის უფლად მიადგებოდა, პოეზია მოკვდა, თქვა კაცმა, როცა უღრმესი, უგრძესი ღამე იდგა, ისევ და როცა მას ჯერდა უკვე. შეენიშნა უამრავი ჭორის უფალი სახლის ბნელკართან, მომლოდინე. აშკარა იყო, გაუთვლელიც ამბავს, როგორსად გაიტანდნენ მკაცრად. პიჯაკ შემოსილი შესაბამისი ეტიკეტით ამშვიდებდა კაცი მოსულებს. მერე რა მოხდა, ბატონებო, თუ ნუწუ ხართ ასე, ის ხომ არ იყო ღმერთი. ან კაცი მით უმეტეს, რა უჭერს, მოკვდა პოეზია. ამად ნუწუ ხართ და მოსულები თვალებს ხრიდნენ, ჭირის უფლისგან დამშვიდებული სევდიანები. არც თუ ისე, ეს სულ არ იყო საშიში, როცა პოეზიას მიასვენებდნენ ყველაზე უფრო არასევდიან სასაფლაოზე მოზეიმე, გულის სიღრმეში, მოზიარეთა თან დასწრებით. შოპენის მკვდართა რეკვიემის ყველაზე უფრო ბედნიერ წამს მისთვის არსებულ სიცოცხლეში. ამ სიკვდილის უცაბედი აღიარებით, რაც ბევრად ადრე ჩაედინა, მაგრამ მისდა მოულოდნელად, მაგრამ მოეცრად, განსხვავებით იმ საზოგადო კვდომებისგან, ეს წამი უთქმელ სიმშვიდეს გვრიდა, გამათუნდაც აღიარების, რაც მით უფრო თუ კი საშიში სულ არ ყოფილა.